ვით ეს არ იქნება გრძელი ვიდეო, ალბათ სულ რამდენიმე წუთი მცირე შეჯამებასავით და მე დაგემშვიდობებით, ხომ ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 2 თვე წინ წამოვიწყე ეგეთი პროექტი, რომ უბრალოდ რასადროდის სპორტულ რასადროდის თამაშობდი და მაგ ვიდეოებს twirთავდი მე ჩემ არხზე და რაღაც გამხმაურება ქონდა, ნუ არ ველოდი ზოგადად მე მეგონა რომ ძალიან მცირე იქნებოდა -100, მაგრამ ანუ ქონდა რასაკმაოდ გამხმაურება ახლა და ხო მაგასთან დაკავშირებით ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ალბათ აღარ გავაგრძელებ ამ იმას ეგ აღარ ამ ეტაპზე გადავწყვიტე მოკლედ შევწყვიტო ნუ პირველ ზირთად დაბალ ლიგებს თამაშობდი და განზრახული მქონდა რომ შემდეგ კვირის პაკეტიც მეთამაშა და მესრულებინა მაგრამ მე აღმოჩინე რომ ეგ პაკეტი რომელიც ავტორიც არის ტონი ვაჭარაძე მე დატესტილი მაქვს სამწუხაროდ აღარ ვითამაშებ შესაბამისად მაგას ვეღარ გაგვიხილო ნუ მე ახალწლების წინ არის საავტორო ტურნირი ორი საავტორო ტურნირი იმის განხილვაც მინდოდა და მაგით მინდოდა დასრულება მაგრამ წესით 28 დეკემბერს არის და ალბათ მე მაგ პერიოდში დრო აღარ მექნება და შესაბამისად ნუ ამით წესით ცოტა ხანი შევწყვეტ რა იმიტომ რომ ხო კი მინდოდა რაღაც გაგრძელება და რაღაც მაგრამ მე რომ დავფიქრდი ალბათ ჩემგან აღარ ღირს რა იმიტომ რომ ნუ მე დაახლოებით 2-3 თვეა და 2-3 თვე არ არის ალბათ უფრო 2 თვე ხო სპორტული რასადროდის აღარ თამაშობ ცოტა ხანი შესვენება მინდა და ამ იმისგან პროექტისგანაც ალბათ მაგ პაუზას ავიღებ რომ კლიენტს ცოტა ხანი შევისვენო ნუ ეგ ძალიან ცუდი არ არის ალბათ დავბრუნდები როდესაც მაგრამ ეს მალე მგონია რომ აღარ იქნება მაგრამ როცა დავბრუნდები წესით უკეთესი ხარისხით და უკეთესი კონტენტით რა რაც გამოაჩინა იმან რომ არ დაინტერესება ნამდვილად არის რომ რაღაც ეგეთი რაღაც უკავშირისავით არსებობდეს ზოგადად მოთამაშეებს ავტორებს შორის და ზოგადად ვინც არ თამაშობს იმათაც აინტერესებს რა ასე ვთქვათ რომ ეგეთი ის არსებობდეს რასადროდის რაღაცნაირი კონტენტი გარდა სატელევიზიო არსებობდეს YouTube-ზე ნუ ალბათ მგონია რომ ვიღაცა გააგრძელებს ამას არაფერი განსაკუთრებული ის არ ჭირდება ტექნიკურის მე ძალიან მარტივად ძალიან კუსტარულად არ ვიცი ეგ გაუმჯობესება შეიძლება და მაგაზეც ვფიქრობდი მაგრამ ნუ საკმაოდ მარტივია მომდომების შემთხვევაში რა ნუ მე ზოგადად აღარ მაქვს ახლა იმდენი ენთუზიაზმი რომ ეს ჩაბოლომდე ჩავდო თავიდან მქონდა მაგრამ ახლა თანდათან დამეკარგა და ახლა ჩემგან არც სწორი და არც არ იქნება რომ რაღაც ისე გავაგრძელო უბრალოდ რაცაც რაშიც ბოლომდე ენერგიას არ ჩავდებ იმის გაკეთება ზოგადად არ მიყვარს და ნუ ხო ეგ არის პრინციპში ზოგადად რომ შევფასოთ მე რაც ვთამაშე რა მიმართულებით ვითარდება ქართული რასადროდის და რაღაც რავი არ ვიცი პირველ დაბალ ლიგებს თამაშობდი და 1-2 საავტოროს ძირითადად სტანდარტული პაკეტები იყო არც განსაკუთრებულად ცუდი არც განსაკუთრებულად კარგი რა და ნუ რაღაც მგონია რომ შეიძლება უფრო მეტი განვითარება იმიტომ რომ როგორც ვქვი ადრეც ვახსენე ერთ-ერთ იმაში რომ ქართული რასადროდის რაღაც ცოტა იმაში ენაში და ადამიანების რაოდენობაში შეზღუდული იმიტომ რომ ქართულად თამაშობ ამიტომ ყველა იმ ადამიანს განსაკუთრებული დაფასება უნდა ვინც წვრილში აქვს ამ იმაში ასე ვთქვათ რა რომ დღემდე არსებობს რასადროდის ქართულ ენაზე და ალბათ იარსებებს ძალიან დიდი ხანი და გაგრძელდება კიდევ ხო რა ვიცი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის ჩემ ცხოვრებაში რა კვირაობით ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ხომ კვირა რა ადრეც ვახსენე მგონი სადღაც როგორც 400-ით მოყოფილიყავი წინა კვირაში რავი კვირაობით ყველაფერი მოვიწყდებოდა ხოლმე და რაღაც ნუ ბოლო პერიოდი ეგრე აღარ არის და მაგიტომ ალბათ ამ იმასაც სადაც ხო ამიტომაც რა ჯობია რომ ეს პროექტიც ამ ეტაპზე შევაჩერო ნუ როგორც იმ ჯონი მიჩელის იმ სიმღერაში ორივე მხარე ვნახე რა ერთი რომ ძალიან გინდა თამაში რაღაც და მე გარკვეული პერიოდის მერე ცოტა გვეზრდება რაღაც და აღარ იღებ ისეთ სიამოვნებას
ну დანარჩენი არ ვიცი, კარგი თამაშია. იმედია ბევრი ჩაერთვებით და ну ალბათ მეც დავბრუნდები, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხო, ну პრინციპში სულ ეს იყო. კარგ ახალწლებს გისურვებთ პირველ რიგში და ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომ რას დროის თამაში გაგიხარდება მართლა. და ეგ იყო პრინციპში. კარგი საღამო, კარგი დღე, კარგი წელი და ასე შემდეგ.